კივილი 7 გამოვიდა თავიდან. მოასარიყურება მაგრამ კივილი 7 27 თებერვლიდან ეს ფილმი უკვე ტრიალებს კინოთეატრებში. მე ვერ მოასარიყურება, მაგრამ თუ ვინმე მოასარით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში რა შტაბერტელებების ქვეშ ხართ. თვითონ ეს ფრანშიზა მე მინდა სულ სხვა კუთხით დაგანახოთ, ასევე ძველი ფილმების გავიხსენოთ თქვენთან ერთად, ასე რომ დარჩით ჩემთან ბოლომდე. 90-იან წლებში წარმატებული ფილმის, ჰორორ ფილმის ფორმულა ეგეთი იყო: სექსი, ახალგაზრდები და დრაგები და აი ეს ფორმულა საერთოდ კინოთეატრებში კარგ კასას აკეთებდა, მაგრამ უეს კრეივენმა რეჟისორმა ცოტა არ იყო შეცვალა ეს ფორმულა და წარმატებულად შეცვალა. გაკეთა ფილმი სლეშერზე, სადაც თავარი გმირები ძალიან კარგად იცოდნენ, რომ შეიძლება ხაფანგში მომხდარიყვნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად ეგებოდნენ აი ამ ხაფანგებში. თვითონ ეს ვიღარი რომ იცოდეთ, ფილმისთვის სპეციალურად არ შექმნილა, ეს ნიღაბი უკვე არსებობდა Farmworld-ის კომპანიიდან, რომელიც აწარმოებს სათამაშოებს თუ ნიღბებს ჰელოუინისთვის სპეციალურად. ფილმის პროდიუსერებმა შეისყიდეს უფლებები, რომ კინოში გამოეყენებინათ და გამოვიდათ ხელი-ხელს ბანსო. ყველაზე წარმატებული ინვესტიცია იყო ჩემი აზრით აი ამ ნიღაბში ფულის შადების, იმიტომ რომ ფაქტურად აი ამ ნიღაბმა შექმნა უკვდავება აი ამ ფრანშიზის. მეორე წარმატებული ინვესტიცია არის სცენარი და სცენარისტები, რადგან ყოველი გამოსული ფილმი იმდროინდელ ეპოქურ აქტუალობას ეხება. პირველი ფილმი როგორც მოახსენეთ სლეშერზეა, შემდეგ ისინი ჰოლივუდს გაკრავენ კბილს, შემდეგ სოციქსელებს და სხვა მრავალი. შენ კი მადლობა რომ მიყურე, გამომიწერე მეგობარო თუ გიყვარს ფილმები და სერიალები, დალაიქე, დააკომენტარე, მომავალ შეხვედრამდე.